გიორგი ბარამიძის განცხადებაზე და ამასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე დღეს კომენტარები გაკეთდა მმართველი გუნდის მხრიდან. აი ამ თემაზე სანამ მე აკავარ თემა არ ილაპარაკე. ძალებმა, რომელიც ასეთი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოს წინაშე და ეს ძალები დღეს კიდევ ბედავენ და სურვილი აქვთ, რომ საჯარო სივრცეში ისაუბრონ და თავი გაიმართლონ, რა თქმა უნდა ეს მიუღებელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, არასდროს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ასეთი თავისუფალი, დამოუკიდებელი, თავის თავზე დამოუკიდებელი სახელმწიფო არასდროს ყოფილა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო და ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის სათანადო პასუხი გაეცემა. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ, მაგრამ რაც შეეხება არასამართლებრივ მხარეს, მორალურ მხარეს, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი, რას თქვა ამ ადამიანმა. და მე სხვათა შორის ვერ ხედავ ამასთან დაკავშირებით ამ ტელევიზიების ვერ ხედავ შესაბამისი პოლიტიკოსების და NGO-ების და პარტიული აქტივის შესაბამის რეაქციებს. ხო, ამ სამარცხვინო განცხადებაზე არც ერთ მათგანს ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არავითარი რეაქცია არ ქონია. კოლექტიურ ნაცმოძრაობას თავისი პირველით ფორმულათი, თავისი პარტიული აქტივით, თავისი პოლიტიკური პარტიებით არავითარი რეაქცია არ ქონია ამ სამარცხვინო განცხადებაზე, ამ აზრზე განცხადებაზე, რაც გააკეთა გიორგი ბარამიძემ. იგივე სულისკვეთება არის, რაც ზუსტად 2008 წლის ოქტომბრის პასეს რეზოლუციაში მხარდაჭერა იყო, როდესაც მაშინაც ქართულ ჯარს დააბრალეს სამხედრო ომის დანაშაულის ჩადენა, ნაციონალ მოძრაობის წარმომადგენლება 1633 რეზოლუციის მხარდაჭერით და ზუსტად ამ ხაზის გაგრძელება არის. დღეს არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს ომის დანაშაულების დაბრალებას დასჯერდნენ. ახლა უკვე გადაწყვეტა ბარამიძის ხელით გადაწყვეტენ 90-იან წლებს და აფხაზეთის ომს და იქ დაიწყეს დაბრალება ომის დანაშაულებს. არც ბარამიძეს, არც აი ამ აქტივისტურ პოლიტიკურ ჯგუფებს არავინ არ ეკითხება რა სიტყვიან, როგორ იტყვიან. ეს ყველაფერი არის გამზადებული, შეფუთული მიზნით მათ რა უნდა თქვან, როგორ უნდა ვის რა უნდა დააბრალონ და როდის რა უნდა გაათეთრონ და როდის რა უნდა გააშალონ.